ანუ სერჟანტთა ინსტიტუტი აი ესე პირდაპირ სახელის გარეშე არსებობდა ალბათ ოდითგანვე. როცა კი ჩამოყალიბდა ჯარი და დაერქვა მას რაღაც პროფესიული ჯარი ან რაღაც საბრძოლო ქვედანაყოფი, ყოველთვის საჭირო იქნებოდა სერჟანტი. ანუ ადამიანი, რომელიც ამ ფუნქციებს შეასრულებდა. ხო, ну ეს დროთა განმავლობაში და სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელი ქვია, რომ ჩავეძიოთ და ხშირად რო გვისაუბრიან, გავიკეთებია დასკვნები, რომ გამოგვეტანა უფრო გამოძიება ამ საკითხში. ყველა ქვეყანას თავისი სახელი ერქვა, ასე რომ ვთქვათ, სერჟანტს ყველა ქვეყანაში. ну რას წარმოადგენენ ხა ეს ადამიანები, რომ დავინახოთ და საზოგადოების უფრო მარტივად აღსაქმანი რო იყოს. ადამიანი, პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც იმ დროისათვის, როდესაც ხდებოდა პირადი შემადგენლობის შეგროვება, გინდა რეგულარული ჯარიდან, თუნდაც დაუშვათ დასახლებებიდან, დაბიდან, სოფლიდან, თიდან ხონდა ჩამოიყვანათ, გაეწრთნათ და მოემზადებინათ ბრძოლისთვის, ხო? მათი თავკაცები, ესე რომ ვთქვათ, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ ადამიანების შეკრებაზე, მანამდე მომზადებაზე, იმ რაოდენობით ჩამოყვანაზე და მათთვის ფიზიკური მომზადება იმ დროში რაც იყო შესაძლებელი მიეცათ, აღჭურვილობა დაერიგებინათ, პასუხისმგებლები ყოფილიყვნენ ამ ხალხზე, იყვნენ ასე ვთქვათ, იმ დროისთვის უსახელო სერჟანტები. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამ ყველაფრის ორგანიზებას აკეთებდნენ. ასევე ფუნქცია ჰქონდათ მათ ეს მშვიდობიანობის პერიოდში მათ ჰქონდათ აღრიცხვა. წარმოვიდგინოთ ეხლა სოფელში სადღაც, ჩვენი სოფელი წარმოვიდგინოთ. სადაც არის ადამიანი, არაპირდაპირ ესე გამგებელი, მაგრამ ადამიანი, ვისაც დავალებული აქვს, თუ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას დაჭირდება, ამ სოფლიდან წამოიყვანოს დავუშვათ რაღაც რაოდენობა, ამ ადამიანმა იცის ამ სოფელში არსებული ადამიანების ფიზიკური მონაცემები, გონებრივი მონაცემები, ვინ ისოდა ისარს დავუშვათ კარგად, ანუ ვინ იყო კარგი მებრძოლი, ვის შეეძლო კარგი ცხენის მართვა მაგალითად, ვიღაცა შეიძლება ჭიდაობდა და რაღაც, ანუ ეს ყველაფერი ამაზე ინფორმაციის მოპოვება ევალა რაღაც კონკრეტულ ადამიანს. აი რო წარმოვიდგინოთ ეს დროთა განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა იმპერიებში, სადაც უკვე რეგულარული ჯარი იყო, ნელ-ნელა ერქმეოდა სახელი ამ ყველაფერს.